თეორემა ბრუნდება პირდაპირ ეთერში საუბარს კვლავ გაზპრომზე და მასთან საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებებზე განვაგრძობთ. წარმოგიდგენთ ჩემი ამ ბლოგის სტუმრებს. ბატონი გიგა ბედინეიშვილი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი, ბატონი ირაკლი მარგველაშვილი, იურისტი, ბატონი გია ჯაფარიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ბატონი არჩილ მამათელაშვილი, ენერგეტიკოსი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ბატონო გიგა, დავიწყებ თქვენგან და დავიწყოთ ბოლო ამბით. დღეს კალაძემ თქვა, რომ ეს მოლაპარაკებები შეეხება ტრანზიტის სანაცვლოდ ფულის მიღებას ნაცვლად იმ გაზის 10%-ისა, რაც გადის სომხეთისკენ. მოფინა თუ არა ნათელი რაიმეს აი ამ ახალმა დეტალმა? არა მგონია, მე პირიქით უფრო მეტი კითხვები გააჩინა, იმიტომ რომ მთელი ეს პროცესი რაღაც იდუმალებით მოცული რო არ ამას ვხედავთ ხო და მე მგონი აქ ერთი რას კიდე დამატებით შეცდომასაც უშვებს ხელისუფლება და ენერგეტიკის სამინისტრო არის რომ მუდმივად სულის თავის ახსნა განმარტება სინამდვილეში რა ხდება. ასე თქვა ჟარგონზე რო ვთქვა, ჯობია რომ პირველ ჩვენებას მიაწვნენ იმის მაგრად რომ რაღაც მუდმივად სხვადასხვა ხო ჯერ იყო რომ რაღაცა ალტერნატივა გვჭირდებაო, მე რაღაც დივერსიფიკაციაზე იყო ლაპარაკი. მე რაღაც ფასზე თქვეს რომ იაფიაო, მე თქვეს რომ რაღაც ირანიდან ხდება რაღაც აი სვოპს რო ეძახიან რაღაც ეგეთ გაცვლა ფაქტიურად ირანიდან მივიღებთ გაზს და სამაგეროდ გაზპრომს მე შემდეგ დაძლევთ თუ რაღაც ეგეთი მე თქვეს რომ არა უბრალოდ ირანი გვაძლევს მაგ გაზს, მაგრამ სომხეთში გამავალი მილსადენის საშუალებით ხდება ეს ყველაფერი, ამიტომ ველაპარაკებით გაზპრომს, რაც კიდე ასევე არალოგიკურია, იმიტომ რომ მაშინ ირანელები უნდა ელაპარაკონ გაზპრომს, ჩვენაშუაში ვართ, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ირანელებს, ირანელებმა უნდა მოგვარონ ტრანზიტის საქმე გაზპრომთან. ეხლა ახალი ვერსია გამოჩნდა კიდე რომ თითქოს ფიზიკური რაოდენობა იმ 10% სომხეთში მიმავალი გაზის, რომელსაც ჩვენ ფიზიკური სახით ვიღებდით, ეხლა ვითომ რაღაც მონეტარული სახით უნდა მივიღოთ, რაც ერთი მხრივ აჩვენებს რომ რაღაც სიტყვებიან და არ ვიციან რა სიტყვებიან, ან და მუდმივად რაღაც ცვლიან, ასე ვთქვათ, ვერსიებს და მეორე მხრივ კიდე აჩვენებს რომ აქ თუ გამჭვირვალობა არ იქნება და მართლაც არ ვნახეთ რაზეა ლაპარაკი, სერიოზული ზიანი შეიძლება მივიღოთ ბევრი თვალსაზრისით, ამიტომ კითხვები უფრო მეტია ვიდრე პასუხები. კი ბატონო ირაკლი, იმავე თემას გავაგრძელებ, აი კალაძე ამბობს რომ ნუ ერთწლიან კონტრაქტია ლაპარაკი და რა არ არის საჭირო სამხელა აჟიოტაჟი, მარაზმიც უწოდა მან დღეს ექსპერტების შეშფოთებას. აი რა იწვევს ამ შეშფოთებას თუ მართლაც რაღაც ერთწლიან კონტრაქტია ლაპარაკი და დღეს ამბობენ რომ უბრალოდ აი ამ ხელშეკრულების დეტალებზე მიდის მოლაპარაკება, რაც წინა წლებშიც ჰქონდა გაზპრომთან. მე გავიხსენებ სულ 2 დღის უკან აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა გააკეთა განცხადება, სადაც თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, თემა და არა ეკონომიკური თემა. მე აბსოლუტურად ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, თქვათ, ვიდრე ჩვენ გვაქვს ამ წუთში და ვინაიდან ის თulis რომ ეს არის პოლიტიკური თემა, შესაბამისად პოლიტიკური თემა ბევრ რამეს გულისხმობს იმას, რომ გაზპრომი ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური ნაწილი და ეკონომიკური, ასე ვთქვათ, კომპანია, რომელიც ძალიან მყარად ასრულებს რუსეთის იმპერიულ პოლიტიკის ნაწილია ისა, შესაბამისად ბევრი გვახსოვს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც გაზის გადაკეთვა და გაზპრომის, ასე ვთქვათ, ბერკეტად გამოყენება რუსული პოლიტიკის სასარგებლოდ. ამიტომ ჩემი აზრით საქართველოში წლების განმავლობაში, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული გეოსტრატეგიული მიმართულება, რომელიც გულისხმობდა საქართველოს როგორც რეგიონალური, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკის სრულყოფილი წევრის აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ასევე მოიცავდა ენერგეტიკულ ნაწილს, ეს იყო სხვადასხვა გაზსადენები და 2019 წლამდე რამდენიმე გაზსადენის გაყვანა კიდევ დაგეგმილი, რაც ასევე გეოპოლიტიკური ნაწილია ჩვენი სახელმწიფოში. დღეს გაზპრომის აქ შემოსვლა ნიშნავს აი ამ კავშირის დარღვევას, რომელიც პრაქტიკულად საქართველოს შეუზღუდავს თავის რეგიონალ გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელებას. ეს იქნება ჩვენთვის ძალიან საშიში, ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის განხორციელებისათვის ძალიან საშიში. რაც შეეხება კალაძეს, ფაქტია რომ აღნიშნა
პატრიცემულა სტუმარმა, რომ აიბნენ არის უამრავი ვერსია, თქვათ, რასაკეთებენ, ეხლა ხელისუფლება მე ვფიქრობ, რომ ჩამოყალიბებული უნდა იყოს, რომ ვაკეთებთ ამას, ამიტომ. როდესაც ჩვენ გვთავაზობენ უამრავ ვერსიას, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ჩვენ გვიმალავენ. ჩვენ არ გვეუბნებიან, ჩვენ ინფორმაციას არ გვაწვდიან. კალაძე გამოდის, ესე იგი, ერთი თვის უკან და იძახის, რომ ეს არის, ესე იგი, დივერსიფიკაცია, მერე გამოდის, რომ ეს არის ეს, მერე გამოდის, რომ ეს არის ეს, მერე გამოდის, რომ ეს არის ეს. ამიტომ ფაქტი არის ერთი. პირველი თემა, ეს არის გაზპრომი, რომელიც აუცილებლად ეცდება თლიანად კავკასიაში, ასე ვთქვათ, ფეხის მოკიდებას ისევ, რომელიც 2006 წლიდან საქართველოს მიერ იქნა, ასე ვთქვათ, ფეხი ამოკვეთილი აქედან და ჩვენ პრაქტიკულად მოვახდინეთ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა. შესაბამისად, ამის შემდეგ უკვე ძალიან საინტერესო პროცესები წარიმართა. რაც შეეხება მეორე ნაწილს ამის, ეს იქნება, მე ვფიქრობ, რომ ამას აუცილებლად მოყვება რუსეთის სამხედრო ექსპანსიის განხორციელება, რაც შეიძლება განხორციელდეს სწორედ აფხაზეთის რკინიგზის გახსნით, რკინიგზის მონაკვეთის გახსნით, რომელიც მოახდენს რუსეთის სამხედრო ექსპანსიას და თქვენ წარმოიდგინეთ, თლიანად კომპონენტურად ეს ორი ნაწილი ნიშნავს იმას, რომ და მით უმეტეს რუსეთსა და თურქეთს შორის დღეს, ასე ვთქვათ, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობის ფონზე ეს გამოიწვევს იმას, რომ საქართველოს შეთრეული იქნება ისეთ კონფლიქტში, რუსეთის კონფლიქტში, რომელიც მას ექნება აუცილებლად აზერბაიჯანთან და თურქეთთან, რომ პრაქტიკულად ჩვენ დავკარგავთ იმ ხაზს, რომელ ხაზსაც წლების განმავლობაში ვაშენებდით და ჩვენ ვაგებდით ამაზე ჩვენი სუვერენიტეტის განხორციელებას. გასაგებია ეს გრძელვადიანი გეოპოლიტიკური საფრთხეები, ბატონო არჩილ, ისევ ენერგოუსაფრთხოებას რომ დაუბრუნდეთ, აი ერთ-ერთი არგუმენტი, რაც ყველაზე ხშირად გვესმოდა ხოლმე ხელისუფლებისგან ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო გაზის მომწოდებლების დივერსიფიკაციის საჭიროება. ჩვენ მართლაც ახლა უდიდეს ნაწილს, თითქმის 90%-ს ბუნებრივ აირს ვიღებთ აზერბაიჯანისგან, მოხმარება მზარდია, უმზარდია მოწოდებას თანშახტენის ორს ველოდებით, რეალურად დგას თუ არა საჭიროება ამ დივერსიფიკაციის თავი რომ დავანებოთ თუნდაც გაზპრომთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კომპონენტს. თვითონ რაც შეეხება დივერსიფიკაციას, ხო დივერსიფიკაცია კეთება იმისას, რომ გარკვეული რისკები შემცირდეს, ან უკეთესინა და ორივე ერთად კომერციული პირობები გაუმჯობესდეს. ანუ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ახორციელებს დივერსიფიკაციას, ეს უნდა ან ერთ ან მეორე მიზანს ემსახურებოდეს, შეიძლება რაღაც მესამე მიზეზი იყოს, რომელიც შეიძლება მე ამ წუთში არ მახსოვს. იმ შემთხვევაში თუ კომერციული, თუმცა ხა გაზპრომს ვერ დავარქმევთ კომერციულ ორგანიზაციას, ვერც იმას დავარქმევთ, ვფიქრობ, რომ გაზპრომს შეიძლება ქონდეს რაღაცა კომერციული ბიზნესი. გაზპრომის მოპოვება დაახლოებით 600 მილიარდ კუბომეტრამდეა. თუ ლაპარაკობთ, რომ უნდა ჩანაცვლეს მონეტიზაცია გაკეთდეს, ასე ვთქვათ, 200 მილიონ კუბომეტრზე, რომელიც დაუშვათ თუ ავიღებთ $180 იქნებოდა ასეთი, აქ ლაპარაკია ჯამში $14 მილიონ. ეს გაზპრომისთვის არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია, ძალიან მცირე თანხაა ეს გაზპრომისთვის და ამიტომ იმ შემთხვევაში თუ ეს მე რასაც გაზპრომი რაღაც კომერციული მიზნებისთვის მაინც არ ვიცი ხა ძნელი დასაჯერებელია რომ მაინც 14 მილიონი სხვა აინტერესებდეს სხვა რო კომერციულად მას აინტერესებს რაღაც ალბათ ჩემი აზრია ის რომ ასე გაზპრომი ცდილობს შემოვიდეს საქართველოში უფრო მეტად იმიტომ რომ მან ფაქტიურად როგორც უკვე აღინიშნა საქართველოს რეგიონიდან საქართველოს განლაგებიდან გამომდინარე მას შეძლო ფაქტიურად რეგიონიდან ძალიან შეესუსტებინა პოზიცია ფაქტობრივად მხოლოდ სომხეთის გაზთვის რეგიონის მიწოდებებს არ აქვს გავლენა შესაბამისად ალბათ დივერსიფიკაციის მიზნით რომ ჩვენ მოვახდინოთ ასე ვთქვათ აი გაზპრომს ჩვენ შეიძლებოდა კომერციულადაც არ ვიცი რამდენად მომგებიანი იქნება იმიტომ რომ ეს რისკი არის აქ რისკი არის ერთი კომერციულად თუ ფასი დაფიქსირდა დავაფიქსირეთ რაღაც ფასი თუ ფასი გაიზარდა მომავალში თუ გაიზარდა მომავალში მაშინ ჩვენ წავაგებთ თუ შემცირდა ნუ ენერგომატერიალის ფასების დღესდღეობით არის შემცირების ტენდენცია რაღაც თეორიულად შეიძლება მომავალში შემცირდეს მაგრამ ამას თავის ფასი აქვს ხო მაგრამ არის იმის შანსი რომ მომავალში გაიზარდოს კიდეც არავინ დანამდვილებით ამას ვერ ეტყვის ხო რაც შეეხება მეორე ენერგოუსაფრთხოება რაც თქვენ გითხეთ ენერგოუსაფრთხოების კუთხით იმ შემთხვევაში თუ ეს გაზპრომი იქნება ჩვენ თუ გვჯერა იმის რომ გაზპრომი არის ორგანიზაცია რომელიც ნამდვილად იმიტომ შედის ბაზარზე რომ ასე ვთქვათ მოიგოს კომერციულად რაღაც არ განახორციელებს თავის პოლიტიკურ ასე ვთქვათ ამბიციების თუ რა ვიცი რუსეთის სახელმწიფოს ასე ვთქვათ მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს ასე არ არის რაც ძალიან ბევრს ეჭვება ხო
მაშინ შეიძლება, მაგრამ აქ იყო, აი რაც შეეხება იმ ბოლო ვერსიას მე დავამატო. იმ შემთხვევაში თუ ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ეს არის რაღაც 10%-ის მონეტიზაცია ამ იმიდან, ხო? აი ეს ძალიან უმტკივნეულო ოპერაცია უნდა იყოს წესით მე ესე ვფიქრობ, თუ მხოლოდ და მხოლოდ ეს არის, თუ მხოლოდ და ამიტომ ამისი გაჟღერება კარგად ახსნა შეიძლება, ხო? ანუ მაგრამ როგორც თქვა, რადგან პრობლემა რა არის მთავარი, რომ ვერ გავიგეთ, ხო? ხალხმა ვერ გაიგო ყველაზე კი, ნუ ურთიერთ გამომრიცხავი ვერსიები. თუ მართლა ყველაზე მკითხვა დღეს რა ხა პირდაპირ ეთერში მე ვერ ვაწარმოებ ამ ლაპარაკებს. ხო, გასაგებია, მაგრამ თუ ხოლმე ხოდეს ერთი ვერსია, ერთი ეს 10%-ის მონეტიზაცია, ეგ შეიძლება არ იყოს, ასე ვთქვათ, მონეტიზაცია, უბრალოდ შეიძლება კომერციულად წავაგოთ. მაგრამ მეორეც არის მომენტი, არის თუ რაღაცა სტატუს-კვო რო იცვლება, ხო? ორივე მხარესთვის იცვლება, ხო? არ შეიძლება ხო ერთ მხარეს შეეცვალოს, მე კომერციულად იქნება, პოლიტიკურად იქნება, თორემ ნებისმიერი ფორმატით ტექნიკურად იქნება, იცვლება, ხო? თუ არაფერი არ იცვლება, მაშინ არც მოლაპარაკებები არ არის საჭირო საერთოდ. ამიტომ თუ დაუშვათ ერთი მხარე ცვლის ამას, მეორეს რატომ უნდა, რა არის მიზანი, ხო? ანუ უბრალოდ რაღაც ქმედების საპირწონე ქმედება რა არის, აი ეს ქმედების დანახვა რომ შესაძლებელი იყოს, შეიძლება ნაკლები კითხვები იყოს. კი ბატონო გია, თქვენთვის რამდენად მოფინა ნათელი სიტუაცია მკალაძის დღევანდელმა განცხადებამ, მან ექსპერტები, ეგრეთ წოდებული ექსპერტები თვითონ ასე თქვა, რაღაც ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნაში დაადანაშაულა, მოგვიანებით რაღაც ნაციონალური მოძრაობის მიერ მართულებიც უწოდა. ხო, პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს, თქვენს სტუმრებს. არ ვიცი, ამ განცხადებამ ნათელი კი არ მოფინა, კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა მე მგონი სიტუაცია, დავეთანხმები აბსოლუტურად ყველა ჩემს წინა გამოსვლელს. სექტემბრიდან მოყოლებული, რაც გავიგეთ ასე ვთქვათ, აი სექტემბრის შეხვედრის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრსა და გაზპრომის წარმომადგენლებს შორის გვესმის აბსოლუტურად განსხვავებული ვერსიები თუ რაზე ლაპარაკობენ ამ შეხვედრებზე. მე არ მგონია რომ მხოლოდ კომუნიკაციის პრობლემა იყოს, როგორც აი თქვენ ახსენეთ, ეს არ უნდა იყოს კომუნიკაციის პრობლემა, კომუნიკაციის პრობლემას სექტემბრიდან დღემდე როგორღაც გამოასწორებდნენ, ხო? ალბათ უფრო რაღაც იმალება, ხო? ანუ ყოველ შემთხვევაში ასეთი შთაბეჭდილება სხვა შორის ასეთი ვერსიაც, ნუ ინფორმაციაც გავრცელდა, რომ ჩვენ ავტობის და გაზის კორპორაცია რაც 50%-ით აპირებს, რომ ჩაანაცვლოს გაზპრომმა სოკარი. რამდენად რეალურია ეს? ცხადია, ეს ოფიციალურად არ დასტურდება ექსპერტთა კლუბმა. არ ვიცი, ამ განცხადების შესახებ ნამდვილად არ. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით საერთოდ რაზე საუბრობენ, ხო? აი ამ სექტემბრიდან მოყოლებული ვცდილობთ გავიგოთ რაზე არის საუბარი, ხო? გვესმის განცხადება, რომ მთელი ევროპა აყიდულობს რუსულ გაზს და რა მოხდა, რომ ჩვენც შევიძინოთ. დღეს მოვისმინეთ, რომ თურმე აი ამ სატრანზიტო ამ რაღაც 10%-ზე არის საუბარი, რომლის, ასე ვთქვათ, გაზის ჩანაცვლება უნდათ ფულით, რაც რა თქმა უნდა კომერციულად ალბათ წამგებიანი იქნება. ეს დღეს მოვისმინეთ, ხო? მანამდე შეიძლებოდა ამაზე მხოლოდ რაღაც ჩვენი რაღაცა ეჭვები ან რაღაც ჩვენი რაღაცა მანამდე ამბობდნენ, რომ რაღაც ტექნიკურ დეტალებზე საუბრობთ, თუმცა იქვე ამატებდნენ, რომ მოცულობების გაზდა გვინდა, იმიტომ რომ მოხმარება იზრდება და უნდა დავეწიოთ. კი ბატონო, ანუ რა არის იცით, აი რჩება შთაბეჭდილება, რომ მოლაპარაკებების პროცესში რაღაცას უმალავენ საქართველოს მოსახლეობას. თუ ეს საიდუმლო მოლაპარაკებებია, მაშინ ორივე მხარესთვის საიდუმლო უნდა იყოს, ხო? გაზპრომი მოლაპარაკებებზე ინფორმაციას აჟღერებს და ეს ინფორმაცია გადის რუსულ მედიაში და აქედან ვიგებთ, ხო? ჩვენც ამ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას აღნიშნულ მოლაპარაკებებზე. ქართული პირველადაც კი სექტემბერში, ოქტომბერში, სულ ანუ მე მგონი ოქტომბერი იყო, თუ ნოემბერი იყო, როდესაც გაჟღერდა, რომ აი მილანში შეხვედრების რუტინა ადრეც არსებობდა, ხომ რაღაც განსაკუთრებული არ არის. საიდუმლო მოლაპარაკებებისთაც მესმის, ანუ მე ვერ ვიქნები გამომდინარე ჩემი წინა პროფესიიდან მე ვერ ვიქნები საიდუმლო მოლაპარაკებების მოწინააღმდეგე. არა, პირიქით, რასაკვირველია, შეიძლება არსებობდეს საიდუმლო მოლაპარაკებები, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ნახეთ როგორ ფაქტთან საქმე. რუსული მხარე გაზპრომი ამ მოლაპარაკებებზე ღიად საუბრობს. მათთვის იქ საიდუმლო არ არის, თუ საიდუმლოა ორივესთვის, ხო? როგორ ჩანს საიდუმლო იქ არაფერი არ არის, უბრალოდ რაღაცას უმალავენ საქართველოს მოსახლეობას. რა შეიძლება უმალავდნენ? უმალავენ რაღაცას ისეც, რაც გამოიწვევს ამ მოსახლეობაში გაღიზიანებას, ხო?
ჩვენ ნახეთ რომ ევროკომისიას ჯერ გაჟღერებული არ ქონდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე აი ეს გადაწყვეტილება 3 დღით ადრე აქ რაღაც ფეიერვერკები იყო შეკვეთილი თანხები იყო უკვე გადახდილი რაღაცა ზეიმისთვის ემზადებოდნენ ეს პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო და ეს ზეიმი დაგვიანებით შედგა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და ალბათ არ წინას არ ახასიათებდა რაღაცის შენახვა ხო პირიქით რაღაცას წინსწრებად ყოველთვის წინასწარ ჩვენ გვიყვარს ასე თქვა წინასწარ ზეიმი ამ შემთხვევაში ხო თუ რაიმე კარგი ხდება თუ ამ მოლაპარაკებებს სარგებელი მოაქვს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის მაშინ ეს რატომ იმალება მე ეს კითხვა მიშდება ეს ბადებს ჩემში იმ ეჭვებს რა ეჭვებსაც შემდეგ მივყავარ სუდ დასკვნებამდე და რატომღაც გონია რომ საქმე ეხება რაღაცა საფრთხეებს და ეს საფრთხეები ეხება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. გაზპრომს სურს რომ გამომდინარე შეცვლილი პოლიტიკური ვითარებიდან მე გულისხმობ ირანის შესაძლო საერთაშორისო რეაბილიტაციას, რაც გამოიწვევს ზოგადად ფართო რეგიონში გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და მათ შორის ცვლილებებს ენერგეტიკულ რუკაზე, გაზპრომი გახდა უფრო აქტიური, მისი დაინტერესება რეგიონის მიმართ არის უფრო გაზრდილი, ის ცდილობს რომ უფრო შემოვიდეს და გაზპრომის უფრო შემოსვლა, ჩემი აზრით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის არის საფრთხის მატარებელი. კი ბატონო, ჩვენთვის რა ინტერესი დევს ეს არის საკითხავი, თორემ გაზპრომის ინტერესები რა ინტერესი შეიძლება იდოს, რასაც ამბობენ, ასე ვთქვათ, ის სპეციალისტები, ექსპერტები, ვინც თქვათ, იცავს ამ მოლაპარაკებებს, რა ჩვენ გვესმის, ეს არის ბაზრის დივერსიფიკაცია. ბაზრის დივერსიფიკაციაზე ისაუბრა უკვე ბატონმა გიგამ და ბატონმა არჩილმა და ამომწურავად ისაუბრეს ამაზე. დივერსიფიკაცია არის ის, რაც ბატონმა გიგამ საერთოდ დაპოსტა და შემდეგ სხვადასხვა სააგენტოებმა Facebook-იდან წაიღეს და დღეს მთელი დღე რეალებდა, ხო? დივერსიფიკაცია ვიცით, რასაც გულისხმობს, ხო? მაშინ, როდესაც მთელი ევროპა, რომელიც თურმე რუსული გაზით მარაგდება, ცდილობს რომ გამოვიდეს ამ დამოკიდებულებისგან, ჩვენ შევდივართ ამ დამოკიდებულებაში. რა სარგებელი შეიძლება აქ იყოს ჩვენთვის? მე არ მჯერავს რომ ეს შეიძლება ხდებოდეს ბაზრის დივერსიფიკაციის. უკრაინამ უარი თქვა გაზპრომის გაზზე. დიახ, მე დღეს ვნახე ეს ინფორმაცია, რომ საერთოდ გაუიაფეს, მაგრამ იმაზეც უარი. როდესაც საუბრობ დივერსიფიკაციაზე, მაშინ ის მაინც ხო უნდა გვითხრან რა ფაზზე არის საუბარი. თუ მართლა გაზპრომის გაზის, მე არ მჯერავს, რომ გაზპრომის გაზის ყიდვაზე შეიძლება იყოს საუბარი. ან არ მინდა რომ დავიჯერო. ის მაინც გვითხრან რა ფაზზე არის საუბარი. სომხეთი, რომელიც რუსეთის პარტნიორია, ყიდულობს გაზს ჩვენზე უფრო ძვირად. ბელორუსი, რომელიც ასევე თქვა უკვე ახლოს არის რუსეთთან ვიდრე ჩვენ ყიდულობს სომხეთზე უფრო ძვირად. პოლონეთი ყიდულობს $500 მაღალ ფაში. ჩეხეთის რესპუბლიკა იგივე. ყველა აი ვინც არ უნდა ვნახოთ, ვინც ყიდულობს რუსეთისგან გაზს. ყიდულობს იმაზე უფრო ძვირად ვიდრე ჩვენ ვიხდით გაზის საფასურს, რომელსაც ვიღებ აზერბაიჯანიდან. კი ბატონო, ირანის გესმენთ დამატეთ და ევროპას ახსენებდა ევროპა ყიდულობს, მაგრამ ევროპაზე არის მეორე დამოუკიდებლობა, ანუ გაზპრომი ევროპაზეც ბევრად მეტად არის დამოუკიდებელი ვიდრე პირიქით, იმიტომ რომ გაზპრომი არის რუსეთთვის არა მარტო პოლიტიკური, ასე ვთქვათ, იარაღი, არამედ საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური შემომტანი. დაახლოებით 70 თუ 75% ამ ფარგლებში შემოსავლების გაზპრომს ექსპორტი დაანიღებს, სწორედ ის მაღალი ფასები, ხო? მიუხედავად იმისა, 600 მილიარდ კუბომეტრს მოიპოვეს და დაახლოებით 220 მილიარდ კუბომეტრს, 240 მილიარდ კუბომეტრს გააქვს ექსპორტი, შემოსავლის ლომის წილი მაკედონიაც. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ეკონომიკის და ძალიან ბიუჯეტის კიდევ უფრო მეტად დაახლოებით თორემ ნავთობი და გაზი 40%-მდე აღწევს. სამისად, თუ ევროპასთან ეს კონტრაქტები და ეს ურთიერთობა დაზარალდება, ხო? ანუ ხო, იქ ხო, ანუ სხვა ბალანსი, ანუ ევროპის დამოუკიდებლობა გაზპრომზე პირიქით რომელზეა დამოუკიდებელი კიდე კითხვის ნიშანია. ანუ ორივე მხარეს აქვს ამ შემთხვევაში ბერკეტი და ჩვენ ბერკეტს ვაძლევთ ჩვენი ხელით. ძალიან გაზპრომი ძალიან არის დაინტერესებული ევროპასთან კონდეს კონტაქტები. მიუხედავად იმისა, რომ აი გახსოვთ ევროპასთან კონტაქტი ჩინეთში შევიდნენ დიდი ზარზეიმით გახსოვს და გამოაცხადეს. ხო, ის ფასიც გაირკვა რომ ესე არ არის. ისე არ მოცულობებს თურმე გაირკვა რომ ესე არის. ანუ მიხვდა თვითონ რომ ის ფასი მოკვდა საერთოდ ეს პროექტი დღეს ამას საერთოდ საუბარი აღარ. ხო, ანუ ის ნებისმიერ შემთხვევაში გაზპრომი არის ძალიან დამოუკიდებელი ევროპაზე. ამიტომ კი ბატონო, არარელევანტურია საქართველოს შედარება ევროპის ქვეყნებთან ამ შემთხვევაში. თან საქართველოში ხარ სტრუქტურას უნდა შეხოთ გაზის მოწოდების, აი უბრალოდ
დავამთავრებ. სტრუქტურა არის მოწოდებს როგორ არის გარკვეული სოციალური გაზი, ხო სოციალური გაზი შემოდის იაფად, იმიტომ რომ მოხდეს ელექტროენერგიის გამომშევებელი თბოსადგურებისთვის გაზის მიწოდება და ელექტროენერგიის ძალიან არ გაიზარდოს. ანუ ეს მთელი არის კომპლექსი, ხო ის 90% რაც ვიღებ ჩვენ აზერბაიჯანში არის ნაწილი სოციალური, ნაწილი არის შაჰდენის და ნოფსური გაზი, ნაწილი არის საფასური გატარების და ნაწილი არის ასე ვთქვათ კომერციული დავარქვათ, მოდი კომერციული ტიპის გაზი. ანუ მათი მიქსი იძლევა გარკვეულ ფასს, ხო არის შედარებით ძვირი, შედარებით იაფი. შესაბამისად აც ფასს ვამბობთ, ხო თუ დაუშვათ რაღაც კომპონენტის სამოგდება გვინდა, ეს არ დარჩება ისე დაუშვათ თუ ჩვენ კომერციული სამოგდება გვინდა, რომელიც ახლობთ 650-ია. არ არის გამორიცხული და მე მგონია რომ ეგრეც იქნება. აზერბაიჯანმა თქვას რომ მაშინ მას სოციალურ გაზს აღარ მოგაქვს. გამოიწევს ხო ანუ პრევიერ ეს პაკეტი განიხილავს აზერბაიჯანი ფაქტობრივად გვეუბნება რომ ამ სოციალურ ფულს ვერ ვაკეთებ და ამ კომერციულზე მაინც რაღაცა მოგება მინდა ბუნებრივია და ეხლა შენ თუ იქ კომერციული წაართვი და გაზპრომს მიეცი და მარტო სოციალური ნებისმიერი კომერციული მოთამაშე ხო ასე მოიქცეოდა ნუ აქ გასაკვირი რა არის ხო ანუ რაღაც ერთობის შეთანხმებაა და შემთხვევაში ერთი პირობა რა ვიღვა არ არის გამორიცხული სხვა პრობლემა. ანუ რეალურად სტრატეგიულად დალაგებული თემა იშლება. კი ბატონო, ბატონ გიგა, ირანის თემას მინდა დაუბრუნდეთ, როდესაც დივერსიფიკაციაზე საუბრობს მთავრობა, უკაცრავად ისევ დაგიბრუნდებით თქვენს. მთავრობა ამბობს, რომ აი მარტო რუსეთს კი არ ველაპარაკები, მე ველაპარაკები ირანსაც და მართლაც იქ რაღაც მოლაპარაკებები მიდის. თვითონ ირანული სააგენტოები წერდნენ, რომ რაღაც თხევადი გაზის შემოტანაზე ეს მე არ დადასტურდა, მაგრამ უფრო საუბარია სომხეთის გავლით ირანული გაზის შემოტანაზე სომხეთის ნაწილს მილსადენის გაზპრომის კონტროლის ქვეშ არის ხომ? ესეც რაღაც ირიბად რუსული გავლენა ხომ არ არის ან ჯდება თუ არა ამ დივერსიფიკაციის სფეროში ირანთან ეს მოლაპარაკებები ან ტექნიკურად ამდენად შესაძლებელია იქიდან დიდი მოცულობის გაზის შემოტანა? ირანს დღეს პრინციპში ინფრასტრუქტურა არ აქვს იმისთვის რომ გასადენების საშუალებით რამენაირად მნიშვნელოვანი გაზის გაყიდვები განახორციელოს. ნავთობი კი მიჩნეულია რომ როგორც კი სანქციები მოიხსნება, რაც ამ დღეებში ხდება, ნავთობი ეს თვალსაზრისით ირანი უკვე ბაზარზე მილიონ ბარელამდე დღეში გამოაგდებს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია და დამატებით ხო, დამატებით იმისა, რაც თავისთავად ნავთობის ისედაც დეპრესირებულ ფასს რას უზამს კაცულ მარკეტს დღეს არ ვიცი უყურებდი თუ არა, ფასი ნავთობის კიდე დაეცა $31 არის ჩამოსული ბრენდი ლამის. Goldman Sachs მოთქვა $20 ველოდებით, თუ ჩინეთში დეპრესიაში. და ამიტომ თვითონ გასადენით რაღაცა შეიძლება ბლეფი იყოს რაღაცა თქვა თუნდაც იმისთვის რომ აზერბაიჯანელები უფრო დაბალ ფასზე წამოვიყვანოთ, რაც მე მგონი ღია კარგი იქნება სინამდვილეში, იმიტომ რომ აზერბაიჯანიდან როგორც არჩილმა თქვა, საშუალო შეწრონილი ფასი რომელსაც ვიღებთ არის ძალიან მომხიბლავი ჩვენთვის. სულ რომ გეოპოლიტიკური ასპექტები გვერდზე გადავდოთ სუფთა ეკონომიკურ თვალსაზრისით, ძალიან კარგი პირობები გვაქვს აზერბაიჯანიდან საიმედო იაფი მომწოდებელი ყავს. ამიტომ თუ ეს რაღაცა აზერბაიჯანზე ზეწოლის მექანიზმი ირანთან საუბარი მიმაჩნია რომ ესეც მანდამაც ეფექტური არ იქნება. მე მგონი რომ დიდად სერიოზული არ არის ის რომ ირანიდან რაღაც დიდი რაოდენობით გაზი შეიძლება შემოვიდეს დღეს საქართველოში. თუმცა მარტო გაზეც არ არის საუბარი იგივე ირანთან რაღაც ენერგეტიკულ კავშირებზეც არის რაღაც სახალი სქემები იქნება. აი შეიძლება არჩეულ მოგესწრებით ეგ თემები ირანის რაღაც ნაწილებში ისე როგორც თურქეთის რაღაც ნაწილებში გენერაციის თვალსაზრისით ელოდებიან რაღაც დეფიციტებს და შეიძლება იქ იყოს, მაგრამ მაგას მთელი ინფრასტრუქტურული ასპექტი აქვს, რომელიც ეხლა თურქეთთან მოგვარდა მაღალ ლიდერობის გადამცემი არსებობს, მაგრამ ირანთან ეს ყველაფერი გასაკეთებელი. ეს ცოტა შორეული პერსპექტივებია. ამიტომ ეს მე მგონი არის ხმაური სინამდვილეში იმისთვის, რომ რაღაც სერიოზული გეოპოლიტიკური ძვრები, რომელიც დღეს მიმდინარეობს, რომელზეც უკვე ილაპარაკეს კიდევაც აქ მეგობრებმა, ეს გეოპოლიტიკური ძვრები რაღაცნაირად რუსეთს რა თქმა უნდა ამბიცია აქვს რომ რაღაცა მართოს ეს გეოპოლიტიკური ძვრები და მე მეშინია რომ საქართველოს მთავრობა შეიძლება რაღაცნაირად ამ საქმეში მონაწილეობდეს ან უნებლიეთ, ან
ხორცმა დაიფაროს და განზრახვით. ნუ ყოველ შემთხვევაში ბევრი წარმომადგენელი ხელისუფლების ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ თავადაც არიციან რეალურად რაზე ლაპარაკობს ეს კალაძე კარს მიღმა და იცის მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა. ბატონო ირაკლი, თქვენთან გადმოვალ, რატომ ჩქარობს ხელისუფლება? თუ თქვა დივერსიფიკაციაზეა საუბარი ან რაღაც მოხმარებასთან დაწევაზე, ხო ველოდებით იგივე თქვა შახტენიძისგან. მე მაგალითად მაინც უფრო პოლიტიკურ სარჩულზე გავამახვილებდი ყურადღებას. კონკრეტულად რაზე? თურქეთთან დაძაბული ურთიერთობა რუსეთს, რომელიც რაღაც სამხედრო ასე ვთქვათ ასპექტებსაც მოიცავს, გულისხმობს იმას, რომ მას ძალიან მყარად უნდა კავკასიაში თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება. შესაბამისად, ალბათ გვახსოვს, რომ ცხინვალის რეგიონში მათ დაამონტაჟეს საკმაოდ ძლიერი სამხედრო აღჭურვილობა. ამის შემდეგ, ესე იგი, რუსეთისთვის და ხელისუფლება რატო ჩქარობს? მე მაგალითად შეიძლება არ ჟღერდეს ახლა ეს ასე რეალურად, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას გარკვეულწილად არჩევნებსაც უკავშირებდეს. და რატომ? იმიტომ რომ ხელისუფლებას თავისი რეიტინგიდან გამომდინარე არ აქვს მაინც და მაინც ასე ვთქვათ დიდი რესურსი იმისი, რომ მან არჩევნებში გაიმარჯვოს ისე, როგორც გაიმარჯვა 2012 წლის 1 ოქტომბერს. ამიტომ რაღაც ბერკეტის შენარჩუნებას თქვათ ამ მხარდაჭერის თვალსაზრისით ის ეცდება. იმიტომ რომ ფაქტი არის ერთი, აუცილებლად მოითხოვს ჩვენი პარტნიორები, რომ არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ, არჩევნები ჩატარდეს ასე ვთქვათ დემოკრატიულად. და თუ ხელისუფლებას არ განზრახვა, რომ ესე იგი ეს ასე არ მოხდეს, იმიტომ რომ მის რეიტინგი დაბალია და შესაბამისად ხელისუფლებაში დარჩენის ალბათობა შესაბამისად მცირდება, აქედან გამომდინარე მას ექნება განზრახვა, რომ მხარდამჭერი, თქვათ, იმისი, რომ თქვათ არჩევნების მის არასასურველად დამთავრების შემთხვევაში რაიმე манипуляციები აწარმოოს და შემდეგ მას ყავდეს მხარდამჭერი, ამის ალბათობა ნამდვილად არსებობს. ეს ერთი მხარე არის ამ ყველაფრის და ამის კომპენსაცია, თქვათ, შესაძლებელია იყოს ის, რომ შეგი გაზპრომს მან მისცეს გაზპრომის მეშვეობით რუსეთს მისცეს ის ბერკეტები, რომელი ბერკეტებიც რუსეთს დიდი ხანია საქართველოში არ აქვს. პრაქტიკულად უნდა ითქვას, რომ რუსეთმა ყველა შესაძლო ტყვია საქართველოს მიმართულებით გაისროლა. თუ რამის გასროლა შესაძლებელი იყო, დაწყებული თქვათ ეკონომიკური ემბარგოდან, გაზის გადაკეტვით, შემდეგ 2008 წლის ომი და პრაქტიკულად ყველაფერი ასე ვთქვათ გასროლილი აქვს. ამიტომ ეხა ხელისუფლება თავიდან ერთვება იმ პროცესში, რომ რუსეთს აძლევს იმ მექანიზმებს, რომელი მექანიზმების გამოყენებული იქნება ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის ასე ვთქვათ და მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ჩანაფიქრი აქ ასე ვთქვათ არის, რომ რაც შეეხება ვთქვათ იგივე ასოცირების ხელშეკრულებას, იგივე ვიზა ლიბერალიზაციას, ეს პროცესები შესაძლებელია გაჩერდეს. და თქვათ არ შევიდეს ის იურიდიულ ასე თქვათ კონტექსტში ისე, რომ საბოლოოდ ამუშავდეს. აი მაგალითად დავაკვირდეთ რამდენიმე მაგალითს. ყოველთვის, როდესაც რაღაც თემა, ასე ვთქვათ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვთქვათ, იგივე ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება. ვინ დაიჭერეს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების წინ? გიგი უგულავა. რომელსაც შესაძლებელი იყო გამოეწვია ის, რომ ესე იგი თუმცა აი ახლა მაგათაც ვიზა ლიბერალიზაციის წინ შეიძლება ვთქვათ, რომ რუსთავი ორზე უკან დაიხიესან ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა იყო ეს მომენტები. ვერ ვეთქვით, რომ არ უნდოდათ ეს. არა, არ უნდოდათ, არა. მათ უნდოდათ, უბრალოდ ვერ შეძლეს. კი ბატონო. ხო, იმიტომ რომ ამან შეიძლება გააჩეროს ასე ვთქვათ, ეს პროცესები, რომელიც საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, მაგრამ ხელისუფლება რატომღაც ძალიან საეჭვოდ ყოველთვის ასეთ პროცესს ამთხოვს რაღაც პრობლემას, რომელიც დასავლეთისთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. და რატო ხდება ეს ყველაფერი ასე? აი რა შემთხვევითი დამთხოვებია ეს ყველაფერი, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითი და პლუს ამას გაზპრომის თემა შესაძლებელია გამოდგეს ისეთი რეზონანსის, რომელიც ამ ვიზა ლიბერალიზაციას და თქვათ ასოცირების ხელშეკრულების მთლიან იმპლემენტაციას ხელს შეუშლის. გასაგებია თქვენი მოსაზრება, ბატონო არჩილი, ისევ ირანულ გაზს მინდა დაუბრუნდე, ეს რამდენად რეალისტურია ან რამდენად წაადგება ამ დივერსიფიკაციის იდეას?
ირანიდან გაზის შემოდანა? ირანიდან გაზი პირველად შემოვიდა საქართველოში 2006 წელს საბათ გახსოვს აზერბაიჯანის გავლით. თუმცა სამხრეთიდან შემოდანა დიახ, ხო. გასაგები ბატონო. თუმცა გამომდინარე იქიდან არ არსებობდა შესაბამის ინფრასტრუქტურა აგრეთვე. ძალიან რთულია რომ ირანის სრული მომარაგება მოხდეს საქართველოსი. რაც შეეხება აქ არის ერთი მილსადენი, ძალიან საინტერესოა როგორ იქნება მოწოდება, იმიტომ რომ ამჟამად რომელი მილსადენის ექსპლუატაციაში იმყოფება არის საქართველოს რუსეთიდან სომხეთის მიმართებაში, ანუ მაშინ რა ხდება, წარმოვიდგინოთ რომ დაუშვათ ირანიდან მოხდება მოწოდება. ის მილი რომელიც აკავშირებს სომხეთს და იმას მაშინ გაზპრომმა უნდა შეწყვიტოს საერთოდ მოწოდება, იმიტომ რომ შეუძლებელია გაზპრომ აქედან წამოიღოს და იგივე მილში აქ მეორე რევერსული და პირდაპირ და რევერსული მოწოდება ვერ მოხდება, ხო, ფიზიკურად შეუძლებელია. ანუ ხდება ის რომ შეეწყდოს წყვეტავს დაუშვათ გაზპრომ კავკასიაში საერთოდ ბუნებრივი არის მოწოდებას და 4 მილიარდი დაახლოებით 4.3 თუ 4 მილიარდი კილომეტრი გვინდა ჩვენ და სომხეთს ერთად. ანუ აი ამ მილში მე როგორც ვიცი მე ინფორმაცია 4.3 ალბათ ვერ გამცამ სრულად რომ მოგვაწოდოს ირანმა ანუ ის და თქვით რომ ნაწილი რომ ირანმა მოგვაწოდოს ერთი და იგივე მილი და ნაწილი რუსეთიდან მიიღოთ გაზპრომის საშუალებით ეს შეუძლებელია ან გვაწოდეს დაუშვათ ხო ანუ იმაზე მაქვს იმ კონკრეტულ მიზეზად რომ შეგვიძლია აზერბაიჯანთან თუ ეს შემთხვევა მოხდება ანუ რეალურად იმ კონკრეტული მილიდან ორივესგან ვერ მიიღებთ ანუ და ის 10% გაზპრომმა მოგვცეს ან თუ არის თუ მეტი იქნება არის რამდენი მომავალში რა იქნება ხო ან ამიტომ რეალურად თუ ირანი გვაწვის მაშინ გაზპრომი არ ფშუაში აღარ ეგ ნიშნავს იმას რომ გაზპრომმა თქვა რომ მე აღარ ვაწვის სომხეთს აწვის ირანის სომხეთს და ჩვენ გვაწვის 10%-ს ან ეს ვარიანტია ეხლა მეც ალბათ ფიზიკურად მილის გამტარებელია საშუალო სამოსეს რომ 5 მილიარდი კუბ და 4.3 მილიარდი კუბი გაატაროს აქედან გამომდინარე არ ვიცი ხა როგორ ფორმით შეიძლება იყოს შეიძლება იყოს ერთი არ ვიცი რაც არ ამგონია რომ გაზპრომმა შეწყვიტოს სომხეთში მიწოდება რაც არ ვიცი მე არ მგონია და მეორე არის ხო მე და ირანს გადასცეს მთელი თავის ეს ვთქვათ და მით უმეტეს იქ ინფრასტრუქტურა თუმცა არ ვიცი ხა ხო და მეორე არის რომ დაუშვათ სომხეთს მიაწოდოს და შემდეგ თუმცა არ ვიცი ესეც რამდენად შესაძლებელია რომ სომხეთის ფლიანად მარტო იმერთონ და მოამარაგოს და დარჩენილი 10% ჩვენ მოგავთ. თუმცა ჩვენ 10% მაგ შემთხვევაში საჭირო აღარ იქნება, იმიტომ რომ იმ 10% უბრალოდ აზერბაიჯანი მოგავთ, მაშინ გატარების ხო აღარ გვექნება არაფერი. ირანი მოამარაგებს სომხეთს, ის მილი გაკეთდა და სხვა შორის იმიტომაც გაძლიერდა გასხოთ ეს მილი როდის გაკეთდა ჩვენ ჩამოუშვით გაზპრომმა თვითონ გაზპრომის ინიციატივით მოხდა სხვა შორის ამ მილის გაკეთება რომ მიაწოდოს ჩვენ მაშინ 10% რაღაცა უნდა მოგცეს, ხო ჩვენ აბსოლუტურად სომხეთი მოამარაგოს და ჩვენ ან ეგ ნიშნავს იმას თუ ეს დაშვებაა რომ გაზპრომს აღარ უნდა საქართველოს კავკასიაში მიდის საერთოდ და აქ აზერბაიჯანი ჩვენ გვამარაგებს გამოდექნი აზერბაიჯანი სომხეთი არის ერთმანეთისგან სრულად განწყობილი მოამარაგებს ირანი თუმცა ირანს გაზი აქვს ინფრასტრუქტურას თუ შესაბამისად იქნება მაშინ გაზპრომთან რატო ვინლატო ლაპარაკობს არ ვიცი ირანმა ილაპარაკოს სომხეთთან და ჩვენ საერთოდ არ ვიცი მაგრამ ნუ ხო კიდევ ხო აი გაზპრომი და ჩვენ არ ფშვეში არა ვართ ირანის სომხეთი პოლიტიკური ნაწილი ხო არ ვიცი ხო და ბატონ გია თქვენ როგორ უყურებთ ამ ირანთან მეც რამდენადაც ვეთანხმები აბსოლუტურად ბატონ არჩვის ბატონ გიგას რამდენადაც მე ვიცი ინფრასტრუქტურულად დღეს ეს აი ეს გამტარიანობა ამ მილის არ არის მაღალი არსებობს ეს პრობლემები. მაშინ რაზე მიდის აი ეს შეხვედრა და გააქტიურებულები არიან ამ მიმართულებით. აი რაც დღეს ვისმინეთ ხო ეს რაც დღეს თქვა ენერგეტიკის მინისტრმა საუბარი არის აი ტრანზიტის 10% ტრანზიტის 10%-ზე აი ამ ხელშეკრულების გადახედვაზე რაც თუ ვთქვათ გაზის ჩანაცვლება მოხდება ამ შემთხვევაში ფულით მე შეიძლება არასწორად ვთქვა რაღაც ეკონომიკურ ტერმინებს ეს საბოლოო გამომდინარე იქიდან რომ ფასი ცვალებადია და ეს მუდმივი არ არის და დღეს გვაქვს ეს კლების ტენდენცია ეს საბოლოო ჯამში ალბათ კომერციულად ჩვენთვის იქნება წამგებიანი ირანიდან გაზის მოწოდება ალბათ როდესმე იქნება მაგრამ ეს ახლო პერსპექტივა ეს ახლო პერსპექტივა არ მგონია და ვერ იქნება გამომდინარე აი სადენები არ არსებობს ელემენტარულად სადენები უნდა არსებობდეს იმისთვის რომ ეს გაზი მივიღოთ არსებულის პირობებში ახსნა ბატონმა არჩილმა ეს ფაქტობრივად შეუძლებელი ჩანს რაზე მიმდინარეობს ვერ გეტყვით ანუ აი ჩემი კითხვებიც აქედან ჩდება ანუ საბოლოო ჯამში რაზე მიდის საუბარი რაზე საუბრობენ იმიტომ რომ ეს ირანის თემა დღეს არ ანუ მანამდე
გაიჟღერა, ხო? ან მე აღარ მახსოვს ნოემბერი იყო, თუ როდის იყო. მე უბრალოდ ერთ რაღაცას შეგახსენებ. იყო ასეთი ფაქტი, აი მოლაპარაკებებს შორის თბილისში ერთი კვირის განმავლობაში, უბრალოდ 4 დღის განმავლობაში განხორციელდა 2 ვიზიტი. თბილისში იმყოფებოდა სომხეთის პრეზიდენტი, თბილისში იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი. მე ესეთი რამე ბოლო პერიოდში არ მახსენდება, რომ ერთი კვირის განმავლობაში ორი ასეთი ვიზიტი ყოფილიყო და რაც გამოვიდა, ხო არის სასაუბრო იქ არაფერი არ ყოფილა. ესე იგი საუბარი შედგა სწორედ აი ამ ხო ენერგეტიკა იყო იქ, სასაუბრო თემა იყო ენერგეტიკა და იმ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიმდინარეობს გაზპრომსა და საქართველოს შორის. ანუ მე არ მინდა რომ წავიდე რაღაც კონსპირაციულ თეორიებში, იქნებ საერთოდ კარგ რამეზე საუბრობს, არა ხო შეიძლება დაუშვათ რომ აი სასიკეთო რაღაცაზე, მაშინ რატომ იმალება? ხო შეიძლება რომ ეს ყველაფერი თქვენ ფაქტია რომ ბუნდოვანება ძალიან ბევრ კითხვას არჩენს ბუნდოვანება აჩენს თავის ძალიან ბევრ კითხვას და შესაბამისად ეჭვებსაც. და არა მარტო ხო კითხვას და ეჭვებს, დიახ. კი ბატონ გიგას სურდა დამატება. თქვენ ისევ ხო რაღაცის დამატება მინდა, მეგონი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც შეიძლება ისეთ ყურადღებას არ ვაქცევ, ყოველ შემთხვევაში ისე ხშირად არის მის და არ უნდა დაგვავიწყდეს ესეთ, იმიტომ რომ ხანდახან ეს აზერბაიჯანი გაზიდან დივერსიფიკაციის არგუმენტი ესე წარმოდგენილი, რომ აზერბაიჯანი არის მონოპოლისტი დღეს ქართულ ბაზარზე და ამიტომ ეს რაღაც საშიშროებას ქმნის. მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აზერბაიჯანის და საქართველოს ურთიერთობა ეკონომიკურ თუნდაც გაზის თვალსაზრისით საკმაოდ კარგ ბალანსშია, იმიტომ რომ როგორც აზერბაიჯანი არის ჩვენი ერთ-ერთი მომწოდებელი, ერთ-ერთი ტრანზიტის სერვისის მიმწოდებელი აზერბაიჯანისთვის. ამიტომ ეს არის საერთო ინტერესია ისეთი, რომელსაც ლაპარაკი იმაზე კი არა, რომ ქვეყნებს ერთმანეთი უყვარდეს, არამედ ლაპარაკი იმაზეა, რომ ჩვენი ინტერესები ამ შემთხვევაში ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. და იქნება კიდევ ძალიან დიდი ხანი საიმედო პარტნიორობაც ხო ზუსტად ამას ეფუძნება, რომ საერთო ინტერესები გვაქვს, ამიტომ ვართ ერთმანეთისთვის საიმედო. სხვა შემთხვევაში საიმედო პარტნიორობაზე ხო არ გვექნებოდა რა, სხვა შემთხვევაში საუბარი. გამარტივებულად თუ ამბობთ, რომ მონოპოლისტი და რაღაც გვეშინია, ეს ძალიან გამარტივებული შეხედვაა საკითხის. სინამდვილეში ეს არ არის შემთხვევა, როცა მონოპოლის რაღაცა საბაზრო ძალაუფლების უბრალოდ გამოყენების შესაძლებლობა აქვს. გასაგებია კიდევ დამატება ხომ აქვს რამის თუ მაგამაც ვთქვათ კარგი იქნება ჩვენი ასე ვთქვათ ენერგომომარაგების საფრთხეებისთვის გასაცავი თუ გაკეთდება კარგი იქნება იმიტომ რომ აპირებენ სხვათა შორის 2016 წელს იწყებენ ამ გასაცავის მშენებლობას მინდოდა რომ ეს დაიწყო კიდე 2005 თუ 6 წელს დაიწყო ამაზე გეგმა სხვა შორის 2008-ში იყო ლაპარაკი მაგაზე თუმცა შემდეგ ომი მოხდა და ვერ მოხდამსულობა თუ ამას სულობა მიეცემა ეს ქვეყნის ენერგომომარაგებისთვის გასაცავის პროექტი არსებობს და წესით კარგი ნაბიჯი იქნება კი ბატონო თქვენ ხომ არ გსურთ რამის დამატება? კარგით, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით. იმედია გავიკებთ მეტ დეტალს უახლოეს მომავალში. თქვენ გემშვიდობებით, თქვენ კი არ გადართოთ თეორემა მესამე ბლოკში უკვე სხვა თემით დაბრუნდება, დაგველოდეთ.